მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე აქტიურად ხარ და მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ სანამ ყველა შეკითხვას დავაკმაყოფილებდე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო არის და მინდა რომ ჩავწერო ეს, რა არის პაციენტის უსაფრთხოება. სად იწყება პაციენტის უსაფრთხოება? როდესაც პაციენტი შემოდგავს პირველად ფეხს ჰოსპიტალში, უკვე იწყება პაციენტის უსაფრთხოება. რა არის პაციენტის უსაფრთხოება? რეგისტრატურაში მიდის, ეუბნება თავის სახელს და გვარს და რეგისტრატურაში ხდება პირადი ნომერი, დაბადების წელი, ყველა ის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, იწერება ყდაზე და პაციენტს აძლევენ ასევე სამაჯურს. გთხოვთ რომ მომცეთ ყველა პირადი დამადასტურებელი. მადლობა. აი ეს არის, ეს რა თქმა უნდა არის კონფიდენციალური და აქვს პაციენტს ხელზე და აქ არის ყველა ის მონაცემი, დამადასტურებელი, რომ ეს ნამდვილად ეს პაციენტია და იკეთებს ნამდვილად ამ ოპერაციას. ასევე ვიღებთ ყდას, აქ ამ ყდაზე არის ყველაფერი მითითებული, პაციენტის პირადობა და ყველა ის მონაცემი, რაც მნიშვნელოვანია პაციენტის უსაფრთხოებისთვის და მე მივდივარ დეპარტამენტში. ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ნახვამდის. ხომ ხედავთ ჯანმრთელობას გისურვებთ, ანუ ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ყველაფერი და გამოვყევით დეპარტამენტში. აი ამოვედით დეპარტამენტში და პირდაპირ მოდით ვკითხოთ რეალურად რა ხდება, ხო? როგორ ხდება ეგთანი პაციენტს? გამარჯობა. აი ამოვიდა პირობითად პაციენტის საოპერაციოდ. რას აკეთებთ, როგორ ხდებით და რას ამოწყებთ? პირველ რიგში ვამოწმებთ სამაჯურს, რომელიც უკეთია უკვე პაციენტს. დიახ, აი მიკეთია პირობითად. ვამოწმებთ მე რა ისტორიას, შეყვავს პაციენტი პალატაში, ვზომავთ წნევას, პულსს, სატურაციას, ზონთქვას და ტემპერატურას. და ამზადებს პაციენტს უკვე საოპერაციოდ და შემდეგ უშვებთ უკვე საოპერაციაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ახლა უნდა შევიდეთ საოპერაციაში, ანუ დეპარტამენტიდან პაციენტი უკვე ამოყავთ საოპერაციაში და გაჩვენებთ ჩვენ როგორ ხდებით უკვე, მაგრამ ვიდრე შევხვდებით, უნდა გამოვიცვალო, რადგან იქ სტერილური გარემოა და როგორ დავხვდებით პაციენტს და როგორ ვახდენთ იდენტიფიცირებას უკვე იქ ამასაც გაჩვენებთ. წამოვყევით. აი მეგობრებო, მე უკვე ამოვედი საოპერაციაში, გამოვიცვალე, ვარ სტერილურ გარემოში და პაციენტს ვიღებთ აი აქედან. ანუ პაციენტი მოდის მანდედან და აქ კიდეც არის ნიშნული, რომ ჩვენი გადმოსვლა არ შეიძლება მან და ვკითხოთ ახლა ეგთანს როგორ ახდენს იდენტიფიცირებას. ვიღებთ ჩეკლისტს, ვამოწმებთ პაციენტის სახელ გვარს. დიახ. სამაჯურზე ვამოწმებთ. ანუ სამაჯური უკვე უკეთია პაციენტს. ვეკითხებით პაციენტს სახელ გვარს, დაბადების თარიღს. და ამის მიხედვით ვავსებთ ჩეკლისტს. შემდეგ შემდეგ ვეკითხებით, როდის არის დაბადებული საოპერაციო. ანუ ყველა პირად მონაცემს ეკითხებით და შემდეგ პროცედურულად სად მიყავთ პაციენტი. პირდაპირ მიყვავს საოპერაციაში. აი მეგობრებო, რა არის სწორი მკურნალობა? პაციენტის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, ანუ ყველა დეპარტამენტში, სადაც კი პაციენტმა ფეხი შედგა, ყველგან ვეკითხებით სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რა ოპერაციას იკეთებს, ყველგან ხდება გადამოწმება, ეს არის პაციენტის უსაფრთხოება და მე პირველ რიგში რატომ ჩავწერეთ, ზოგჯერ გვეჩხუბებით ხოლმე, რომ იქაც მკითხეს, აქაც მკითხეს ექიმო, ნერვიულობ საოპერაციოდ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის და გიხაროდეთ, სადაც გეკითხებიან ყველა თქვენ მონაცემს ყველა ფეხის ნაბიჯზე. გისურვებთ ჯანმრთელობას.